Mercedes-ი არათუ არასდროს ჩამორჩებოდა დროს, არამედ ყოველთვის წინ უსწრებდა მას. ასე იყო ჯერ კიდევ მაშინ დასაბამიდან, როცა ბერტა ბენცმა ის პირველი გზა გაიარა პირველი ავტომობილით ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს 1888 წლის აგვისტოში მანჰაიმიდან ფორცჰაიმამდე და ასეა დღესაც, როცა მთელი მსოფლიო უკვე ელექტრომობილებმა მოიცვა. ოღონდ დღეს უკვე სწორედ ელექტრომობილურობაში არის აი ის, რასაც Mercedes-ი ამბობს, რომ უსწრებს დროს. დღეს Mercedes-Benz საქართველოს წარმოგვიდგენს სწორედ თავის ახალ ელექტრომობილებს. ესენია EQV, ანუ V-კლასის ელექტროვერსია, EQE SUV, EQS SUV და EQS SUV-ს Maybach ვერსია. და ასევე გვპირდებიან ერთ ძალიან საინტერესო სიურპრიზსაც. შეიძლება მეცაც. მოდი ერთად ვნახოთ, რას გვთავაზობს დღეს ამ ღონისძიებაზე Mercedes-Benz საქართველო. Wir fangen einfach damit an, was heute Mercedes hier präsentiert. Das sind alle Elektroautos, New Mobility, neue Zukunft. Georgien ist es jetzt möglich, die Elektrofahrzeuge zu bestellen. Weltweit war der Verkaufsstart schon länger her. Und hier haben wir heute die SUV-Modelle, die EQS haben wir, Maybach, wir haben EQV, die V-Klasse, EQE, quasi Mittelklasse. Und hier haben wir natürlich den EQG, beziehungsweise manche sagen auch die elektrische G-Klasse. Über was muss man das Auto einsetzen? Ich sag mal, Offroad ist das Stotze. Ja, einfach top, einfach zu fahren. Ja, man muss die Elektronik ein bisschen beherrschen. Das ist das große Problem daran. Ja. გევანდელი დღე ძალიან განსაკუთრებული არის Mercedes-Benz საქართველოსთვის. შეიძლება ითქვას ახალი
ეპოქა არის ახალი ელექტროეპოქა ჩვენ. ამიტომ შევეცა ყველანაირად რომ ცოტა უფრო განსხვავებული, ცოტა უფრო განსაკუთრებული ყოფილიყო.